ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 6. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულის საჩქარების გეგმილი დროის 5 წამ 9 წამ შუალედში. კარგი, ესე იგი 5 წამი არის აი ეს წერტილი, ხო, 5 წამის შესაბამისი და აი აქ გვაქვს 9 წამი. 9. აი წამებს უნდა დავწერთ 5 და 9. ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემული გვაქვს რა შეგვიძლია ჩავწეროთ. ეხლა როცა t1 უდრის 5 წამს, 5 წამის მომენტში, აი 5 წამის მომენტში სხეულის vx გეგმილი vx1 ტოლი არის რამდენი? 8 ვის, ხო? 8 მეტრწამის. ხოლო 9 წამ მომენტში, ნახოთ 9 წამში რა ხდება? 9 წამ მომენტში, როცა t2 გახდა უკვე 9 წამი, ამ დროს სხეულის სიჩქარე არის 0, vx2 ტოლია 0 მეტრწამის. ხო? და ჩვენ გვეკითხებიან, რას გვეკითხებიან? აჩქარების გეგმილს, ax გვეკითხებიან. ხო, ამ დროის შუალედში. გავიხსენოთ, რომ აჩქარება განიმარტება როგორც სიჩქარის ცვლილება დელტა vx-ი შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ეს ჩვენი ცვლილება, სიჩქარის ცვლილება განიცადა. ეს კი ტოლი იქნება, დელტა vx-ი იქნება საბოლოოს მინუს საწყისი შეფარდებული დროის ცვლილებასთან t2 მინუს t1. vx2 არის 0, 0-ს გამოვაკლდება, vx1 არის 8, 0-ს რო გამოვაკლებდება 8 მივიღებთ მინუს 8-ს. დროის ცვლილება კიდე 5-დან 9 წამამდე, რამდენიც შეიცვალა? 9-ს მინუს 5-ით, ხო? ეს არის 4. ეს არის მინუს 2 მეტრწამ კვადრატი. შესაბამისად დავწეროთ პასუხი, ესე იგი ax-ი საძიებელი აჩქარების გეგმილი ტოლი ყოფილა მინუს 2 მეტრწამ კვადრატის. ეს კი არის პასუხი A.